ზვიადმა მე ჩემზე არის ნერვიულო თუ არც ჩვენ ბიჭებზეო ჩვენო აქედან ვიბრძვითო თქვენ მაქო. აი ესეთ ვითარებაში ვართ, ვერ დავნებდებით, რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა გზა არც დაგვიტოვეს. დავიწყებთ ოჯახებში მანქანებთან, გამლელთან, აი ყველას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ვინც არ არის ინფორმირებული გაზეთებით, ისეც ვესაუბროთ და სხვა გზა არ გვაქვს. ბრძოლა ბოლომდე. რაც უფრო დღეები გადის, უფრო ბრაზდებით. ძალიან ბრაზდებით და ხედავთ, რომ თვითონ თავიანთ თავს თვითონ უთხრიან ძირს. ისინი აუცილებლად თავიანთ თავს დაასუსტებენ და ჩვენ ამით უფრო ძლიერდებით და ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად და მოხალისეებთან ერთად დღეს ჩვენ მივდივართ თბილისის 10 რაიონში და 3000-მდე მოქალაქეს პირისპირ შევხვდებით და გადავცემთ გაზეთს თავისუფლების ხმა ციხიდან, რომელიც არის გზავნილი პატიმრებისა, სინდისის პატიმრების, მათი ოჯახის წევრების მეორე ნომერში თავმოყრილია 5 პოლიტპატიმრის წერილი და 23 პოლიტპატიმრის ოჯახის წევრის წერილი. ესენი არიან დედები, მამები, დები, ძმები, შვილები, მეუღლეები. ქვეყანაში რო ყავს პოლიტიკური პატიმრები, რეპრესირებული საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავაგებინოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს და გამოვიყენოთ მათთან კომუნიკაციის სხვადასხვა გზები. ტელევიზია, ინტერნეტ სივრცე არის ერთი გზა, თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ადევნებენ თვალყურს ამ მიმდინარე პროცესებს და ყველასთან უნდა მივიტანოთ ჩვენი პოლიტპატიმრების, მათი ოჯახის წევრების ხმები, რომ გაიგოს თითოეულმა ჩვენს ქვეყანაში თუ როგორი რეჟიმი მართავს საქართველოს, რა დღეში აგდებს საქართველოს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და დღეს ისინი ისჯებიან პატიმრობაში.